თუ ადრე მაგალითად ქორწებს ახასიათებდა რაღაცა ბუკვალურობა კანონის აღსრულებაში და რაღაცა შეიძლება დებილობას აკეთებდნენ ამორალურობას, მაგრამ პროცედურებს რო იცავდნენ. გაიგეთ, ეხლა ეს არ გამდა, იმიტომ რომ ისეთ კანონებს იღებენ, რომელიც აღსრულება შეუძლებელია. უბრალოდ აი შენ გარანტირებულად ამბობ, რომ შერჩევით იქნება სამართალი, იმიტომ რომ ამდენი იგინება ყველა როს დრიოს თამთამ ამ ქვეყანაში 10 კაცი როგორ დანიშნა, ერთი 10,000 კაცი რო დაგინიშნა, კიდევ თქვა რომ პრეტენზია მაინც აქვს ამაზე, გაიგეთ, 10 კაცი დანიშნა, 10 კაცს დავალებთ ტელეგრამის გინებაში ამოსწოს. სიტყვის ცენზურის და ესეთი რაღაცა წესრიგის დაწესების რაღაც მცდელობები ქართულ ინტერნეტში ბევრჯერ ყოფილა. ფორუმი იყო ამის ცნობილი მაგალითი რა, ფორუმ G-ზე. ძალიან ისეთ სხვადასხვა დროს სხვადასხვა წესები იყო ხოლმე, რისი თქვა შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ოღონდ ყველაზე გადაობა ის იყო, რომ არასდროს ეს წესები არ გამოდიოდა. იმიტომ რომ ადმინი აკრძალდა სიტყვას რაღაცა 300-ზე როა, ყველამ რო ვიცით. ესენი იძახდნენ, ღლეს იძახდნენ, იმას აკრძალოდა, ჭლეს იძახდნენ და ყველა მიცოდა რომ სინამდვილეში ვინას ამბობდა, ვინ ვის რაზე უბნებოდა. თქვენც ხო იცით აქ რა წერია, მაგ პლაკატით რომ მივიდე რაღაც იმაზე, აქციაზე, ხო გასაგები იქნება იქ რა წერია. შეიძლება ის სიტყვები არ წერია, მაგრამ ის ხო შეურაცხყოფად მიიღებს მაინც ვისაც მიემართებოდა. ასე რომ ესეთი ბუკვალური აკრძალვა სინამდვილეში როგორც წესი საპირისპირო შედეგს გამოიღებს ხოლმე და რახან ეს ემოცია თავრობის მიმართ მუდმივია, ანუ სულ რაღაცას აფუჭებენ და სულ რაღაცის გინება გინდა, სულ აქტუალური იქნება ეს თემა რა, სულ იქნება ანღლიცინი ან ისეთი ფორმით ლანძღვა, რომელიც უფრო კრეატიული იქნება, უფრო სასაცილო და უფრო წარეთაც მოხვდებათ იმეთ. აი, რა თუნდოდათ, ოღონდ, აი მართლა ვერ ხვდები. ადმინისტრირებას ვერ გააკეთებ. მაინც დაგცინებენ, უფრო გადაობა იქნება. უფრო მტკივნეული იქნება. თან აჩვენე რომ შენ მტკივა ეს. იგი თავარია ის შენ მტკივა. ეს სუსტეს აჩვენებ რა.